88 დეპუტატის ხელმოწერა. 3 პარტია, 3 პარტიის აკრძალვას ითხოვს. იმდენად გაჯერებულია სარჩელი მტკიცებულებები, რომ ძნელად წარმომიდგენია რომელიმე სასამართლო მსოფლიოში უარი თქვა სამსარჩელის დაკმაყოფილებას. 9 თვე მსჯელობისთვის. დავასაჩივრეთ უკვე ის მუხლები, რომ საფუძველზეც ითხოვენ ლელოს აკრძალვა. ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. გამოაცხადებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ლელოს ახალს და ნაციონალურ მოძრაობას. როდესაც შენ იმართები გარედან, ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, ახალისებ პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოხდება შესაბამისი რეაგირება. არასრულწლოვანი საროსკიპოში. ერთ-ერთმა მომუშავე გოგო ლოყა მოაჭამა. კითხეს რომ რატო კლიენტი წამართვა. მასაჟის სალონის მეპატრონე 16 წლის გოგოს მეძავა დამუშავებდა. დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო გამომუშვებულ თანხას ვალდებული ისაკუთრებდა. რალის 28 წლის მამაკაც სკოლის მოსწავლის სექსუალური ექსპლუატაციისთვის. ხაოსი და ცხედრები ქუჩებში. რიო-დე-ჟანეიროს ყველაზე სისხლიანი დღე. ეს არის ომი, რომელიც გასცდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველა ჩარჩოს. ქალაქმა თავი უნდა დაიცვას. ნარკოკარტელ კომანდო ვერმელიოსთან შეჯახება და შტურმით აღებული ყველაზე ძლიერი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შტაბ-ბინა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. კონყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 29 ოქტომბერია გიყვები დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საღამოშვიდობისა. მადლობა უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის სწავლა. საქართველოს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მადლობის წერილი მიიღო. რას წერს დევიდ ოსალივანი, ქვეყანას, რომელსაც სხვადასხვა გარედაში და აქტორები პერიოდულად სანქციების გვერდის სწავლაში ადანაშაულებდნენ. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ასევე მადლობას იხდის საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მზაობისთვის, რომ განიხილოს სანქციების გვერდის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. წერილი ზუსტი ადრესატები საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები არიან. დევიდ ოსალივანი ამბობს, რომ მან ადრეც გაუზიარა საქართველოს ევროკავშირის მიერ შემუშავებული მაღალი პრიორიტეტულობის მქონე სია, რომელიც მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ჩამონათვალს და რომელსაც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში იყენებენ. სალივანი მადლობას იხდის საქართველოს მხრიდან ამ ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვისაც. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, რომ სიაში მითითებული კოდების მქონე პროდუქციის რეექსპორტი არ მოხდეს რუსეთში და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველო არ არის ამ საქონლის ძირითადი რეექსპორტიორი. ცლად რა წერია ევროკავშირიდან გამოგზავნილ წერილში მირიან გორგოძე მოგვიყვება. მადლობა საქართველოს მთავრობას, მადლობა იმისათვის, რომ არ ხდება ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის სწავლა. ამ შემთხვევაში ამ მადლობის ავტორი არის სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი, რომელმაც წერილი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას, სადაც ასევე მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველოს ხელისუფლება მუდმივად არის მზად სანქციების გვერდის სწავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. ამავე დროს წერილში, რომლის ავტორი არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი, ასევე განსაკუთრებულად აღნიშნავს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოხდეს იმ ნივთების რეექსპორტის შეჩერება, რომელიც თავის მხრივ ევროკომისიის მიერ არის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საქონლის ჩამონათვალში შეტანილი და რომელთა შეძენასაც თავის მხრივ რუსეთი საომარი დანიშნულებისთვის ცდილობს. მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის სწავლა. მადლობას გიხდით ასევე თქვენი ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის, რათა განხილულ იქნას სანქციების გვერდის სწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. მე ადრეც გაგიზიარეთ მაღალი პრიორიტეტულობის მქონე პუნქტების სია, რომელიც ევროკომისიამ შეადგინა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. აღნიშნული
ჩამონათვალი მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების სიას ექსპორტის შეზღუდვების რეჟიმში მყოფ ნივთებზე, რომლებიც გამოვლენილია რუსეთის სამხედრო სისტემაში, ნაპოვნია ბრძოლის ველზე უკრაინაში, ან კრიტიკული მნიშვნელობისაა რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შეჩერებაზე გაწეული ძალისხმევისთვის. ეს საკითხი რამდენიმე წუთის წინ შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც უზბეკეთში იმყოფება იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით კონფერენციაზე. მაკა ბუჭორიშვილმა განაცხადა, რომ როდესაც სანქციების გვერდის ავლაზე არის საუბარი, საქართველოს წინააღმდეგ ყოველთვის ხვდებით არასამართლიან მიდგომას და შეტევას საქართველოს წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით საქართველოს მთავრობა მიიღო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან მადლობის წერილი, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ცხადყოფს მინისტრის განმარტებით, რომ საქართველოს სანქციებთან მიმართებაში საკუთარ მოვალეობებს პირნათლად ახორციელებს. მაკა ბუჭორიშვილის სიტყვებით, ეს წერილი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მიმართ ობიექტურ და სამართლიან მიდგომას. ჩვენ არაერთხელ ნახეთ, თუ რამხელა შეტევები ხორციელდებოდა საქართველოზე, როდესაც საკითხი ეხებოდა სანქციების შესრულებას და ამ კონტექსტში საქართველოს როლს. ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილიც ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თავის თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რაც უკავშირდება იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად. და კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად იყოს საქართველოსთან მიმართებაში ყველა პოზიცია და დამოკიდებულებები წარმართული. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ოსალივანის წერილის კონკრეტული ადრესატები საქართველოს მთავრობის მხრიდან არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბუჭორიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი. მადლობა. სალივანის წერილის დეტალებზე მირიან გორგოძე საუბრობდა. რა ხდება ამ დროს ევროკავშირის წევრ ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოში შავი ხვრელი რუსული ჩრდილოვანი ფლოტისთვის, მაშინ როდესაც ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა რუსეთის იზოლაციის ყველაზე აქტიური მხარდამჭერები არიან, ფაქტების გარეშე აკრიტიკებენ და ცალმხრივ სანქციებს უწესებენ ყველას, ვიზეც ეჭვი მიაქვთ თავად რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ეხმარებიან და ამაში მილიარდობით დოლარსაც შეუვლობენ. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო მასალების თანახმად ბალტიის ქვეყნებში რეგისტრირებული და მოქმედი კომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის ეკონომიკას ფარულ დახმარებას უწევენ და ამით აძლიერებენ რუსულ სამხედრო მანქანას. ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ზღვის მიმართულებით დღეში 200 ხომალდი მოძრაობს, მათი ნაწილი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერია. საწავით კი მათ სწორედ ესტონური, ლატვიური და ლიეტუვური კომპანიები ამარაგებენ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ მაგალითად ესტონეთში დაფუძნებული კომპანიის საწავ გასამართმა ტანკერებმა რინამ და ზირკონემ მხოლოდ 2024 წლის ივნისიდან 25 წლის მარტამდე საწავით 177 ტანკერი შეავსეს, რომელთაგან 159 რუსეთის პორტებში იმყოფებოდა. ევროკავშირის სანქციებისგან თავის ასარიდებლად ბალტიის ქვეყნები რუსულ ნედლ ნავთობს დოკუმენტებში ყაზახურად ასაღებენ. ეს ყველაფერი კი ხდება იმ ფონზე, როდესაც ტალინი, ვილნიუსი და რიგა თბილისს ადანაშაულებენ, რომ რუსეთს სანქციების თავის არიდებაში საქართველო ეხმარება. ქვეყნები, რომლისგანაც ძალიან ხშირად მოდის ხოლმე უსაფუძვლო ბრალდებები ჩვენი ქვეყნის მისამართით, სწორედ იქ ხდება ძალიან ბევრი ისეთი განვითარება, რაც უკავშირდება სანქციების გვერდის ავლას. სანქციებისთვის გვერდის ავლაში ბალტიისპირეთის ქვეყნები თავად ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ამხილეს. რეპორტიორებმა დაადგინეს, რომ ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური კომპანიები რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს ყოველდღიურად მილიარდობით დოლარის ღირებულების საწვავით ფარულად ამარაგებენ. ეს მაშინ, როდესაც ამავე სახელმწიფოების ლიდერები ქართული ოცნების ხელისუფლებას რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებენ და აკრიტიკებენ სხვადასხვა მიზეზით, რაც მმართველი ძალისთვის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. საქართველოს ძალიან ხშირად ხდება იმ ხმაურის ობიექტი, რომელიც იქმნება ხოლმე განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან და არის მცდელობები გაუთავებელი, რომ მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყოს ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი.
აღმოჩენილი. ეს არის სამწუხარო, როდესაც საქართველოს ხდება სწორედ ამ ქვეყნების შეტევის ობიექტი. ვილნიუს, რიგას და ტალინს თბილისზე პოლიტიკური იერიში დიდი ხანია მიტანილი აქვთ, თუმცა არაფერს ამბობენ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედ ფარულ ქსელზე, რომლითაც სამ სახელმწიფოში რეგისტრირებული კომპანიები კრემლის ეკონომიკას ფარულად, რუსული სამხედრო მანქანის გასაძლიერებლად ეხმარებიან. სამაგიეროდ ბევრს საუბრობენ საქართველოზე, იმუქრებიან სანქციები და უვიზო რეჟიმის შეჩერებითაც. თუ საქართველოს ხელისუფლების წევრები არ შეცვლიან კურსს, რომელიც მართულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მაშინ ასევე არსებობს უვიზო მიმოსვლის აკრძალვის შესაძლებლობა. რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი საკითხია სანქციები, მეორე კი უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ამ ბრალდებების პარალელურად ბალტიის ზღვაში სხვადასხვა ქვეყნის დროშით თავისუფლად დაცურავდნენ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და უფრო მეტიც ფარულად იღებდნენ ნავთობს სწორედ ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური კომპანიებისგან. ჟურნალისტური გამოძიები დგინდება, რომ ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადატვირთვაში ჩართული კომპანიის ფასტ ბუნქერინგის ტანკერებმა მხოლოდ 9 თვეში საწვავით 177 ხომალდი მოამარაგეს. თუმცა ეს ფაქტები და გამოძიება ბალტიელი პოლიტიკოსების პარტნიორი ქართული ოპოზიციისთვის საკმარისი მაინც არ არის. ერთი არის, როდესაც კერძო კომპანია მისი რისკის ფასად რუსებს ეხმარება, ასე ვთქვათ, სანქციებიდან თავის არიდებაში და მეორე არის, როდესაც სახელმწიფო არის ჩართული ამ პროცესში. კერძო კომპანიებზეა საუბარი, გასაგებია ეს ვერ იქნება სახელმწიფო კომპანიებზე საუბარი და უბნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბალტიისპირეთი რაღაც ფარულ ვაჭრობაშია შესული რუსეთი. დეტალები ოპონენტებს დღეს სახელისუფლებო გუნდიდან შეახსენეს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სანქციების დარღვევის გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს რუსეთთან ჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებიც აქვთ. ამ ფაქტებზე დაყრდნობით მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოზე ნებისმიერი თავდასხმა უსაფუძვლოა. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, გადავხედოთ მთელ რიგ მათ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით და ვნახავთ, რომ ყველა განცხადება არის ტყუილი, ციცრუით გაჯერებული, თან ჩვენ რისკენაც მოგვიწოდებენ, თვითონ აკეთებენ ამ ყველაფერს. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც დღეს საგარეო კურსს ხელმძღვანელობს ევროკავშირისა, მისი ოჯახი ღებულობდა მილიონობით შემოსავალს რუსეთში დაკეთების ბიზნესიდან. განსაკუთრებით მას მერე, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. აი რა სტანდარტზე შეიძლება ელაპარაკო. რუსული ჩრდილოვანი ფლოტი, რომელსაც კრემლი ნავთობის ემბარგოსთვის გვერდის ასავლელად იყენებს 2025 წლის დასაწყისისთვის 940 ხომალდისგან შედგებოდა, რაც მთელი მსოფლიოს ნავთობ ტანკერების დაახლოებით 17% შეადგენს. არასრულწლოვანი თბილისის საროსკიპოში 28 წლის მამაკაცი 16 წლის გოგოს მეძავა დამუშავებდა. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი ერთადერთი არ არის, სადაც კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას თავაზობენ, თუმცა ერთადერთია, სადაც სკოლის მოსწავლის სექსუალური ექსპლუატაცია ხდებოდა. ობიექტის მეპატრონე, რომელმაც არასრულწლოვანს საკუთარი სხეულით ვაჭრობა აიძულა, მოზარდ წილში ეჯდა და გამომუშავებული თანხის 50% იღებდა. 28 წლის ლევან ხატაშვილს ბრალი არასრულწლოვნით ვაჭრობაში პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემასა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში შედება, რაც 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასაჟის სალონი, რომელშიც რეალურად საროსკიპო იყო გახსნილი, უკვე დალუქულია. აღმაშენებლის ქუჩის მაცხოვრებლები კურიერს უყვებიან, რომ ეგრეთ წოდებულ მასაჟის სალონებში ხშირად საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიდის. მოსახლეობა სხვა მსგავსი საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვს. დაკვინეს ერთხელ ერთმანეთის სისხლები დიოდათ და რო კითხეს, რომ რატო კლიენტი წამართვაო. თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მასაჟის სალონი პოლიციამ უკვე დალუქა. ადგილობრივებმა იციან, რომ აქ ქალები მასაჟის ნაცვლად მომხმარებლებს სქესობრივ მომსახურებას უწევდნენ. მათ შორის იყო მოზარდი გოგონა, რომელიც გამომუშავებული თანხის ნახევარს ეგრეთ წოდებულ დამსაქმებელს აძლევდა. ეს დღეები მიყუჩებულები არიან, არ დაგვინახეთ. რა საქმიანობენ ქალბატონი? ბორდელია მეთქი და რა შესაქმიანებენ? არასრულწლოვანი სექსუალური ექსპლუატაციისა და პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 28 წლის ლევან ხათაშვილი დააკავეს. მას აღმაშენებლის 108 ნომერში ეგრეთ წოდებული მასაჟის სალონი კიბის უჯრედთან მოწყობილ ფართში და სამსართულიანი შენობის სარდაფშიც ჰქონდა გახსნილი. ორივე დაწესებულება ახლა დაკეტილია. ადგილობრივები აქვე მდებარე სხვა საეჭვო დაწესებულებების დახურვასაც ითხოვენ. ავი შეწუხებულები ვართ მეზობლები მთლიანად რა, აი ვიცი, აგითხრა. აი ღამე რომ მოხვიდეთ ნახავთ რა მდგომარეობაა. ბავშვი ვერ გაუვლია, დიც ვერ გაუვლია, პატარას ვერ გაუვლია. დღეს ოჯახის წევრი მოდიოდა და სექს მასაჟი აქ არისო.
შემოდიოდა ეზოში. ამე უფრო ის არის დაძაბული ვითარება თელი დილამდე. ვიქდი დახურეს და ხა პროსტიტუცია მიმდინარეობს, ხა ყველა ვიცით. იქ იძახენ მასაჟიაო, მაგრამ საღამოს 8 საათზე რაღაცას რო გახსნიან, რომელი მასაჟი იხსნება? ფერდექს მანძილზე იმუშავენ მაშინ დის 9-დან. ერთ-ერთმა მომუშავე გოგომ ის ვიღაც ლევანი მუშაობდა მანდ, ლოყა მოაჭამა, ეს ლოყა ეკიდა აი აქ ამ გოგოს. ტრაფიკინგსა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ საბოლოო პოზიცია ჯერ შეთანხმებული არ აქვს. ბრალი ახლა საჯარო დოკუმენტია, კი ვიცით, რასაც ედავებიან პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას და ასევე ტრაფიკინგს ედავებიან. თუმცა დამატებით დეტალზე ინფორმაცია სამეტავზე მეთქმა ვერ მოგაწოდებთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულთან არ შემითანხმებია ეს საკითხი. ნაწილობრივი აღიარება აქვს პროსტიტუციის ადგილის გადაცემის ბრალში აქვს აღიარება. პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით გადაიბირა და სამუშაოდ დაიქირავა 16 წლის გოგონა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ხათაშვილის მითითებით არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს. გამუშავებულ თანხას კი ბრალდებული ისაკუთრებდა. ბრალდებულის მიერ გადაცემულ ოთახებში პროსტიტუციაში ჩაბმული პირები სექსუალურ მომსახურებას უწევდნენ კლიენტებს. თანხის დიდ ნაწილს კი ბრალდებული იღებდა, რაც ობიექტის მუშაობის მიზანს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. ტრაფიკინგისა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ახალი ტექნოლოგიები ნარკობიზნესში უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ნარკომოვაჭრეებს ნარკოტიკების გასაღებაში ეხმარებოდა, დაკავებულია 26 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი. მათი პირადი საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტროსასწორები და დრონი, რომლითაც ნარკოტიკების განთავსების ადგილის შერჩევა ხდებოდა. მცხეთაში მცხოვრები ნარკომოვაჭრეები ალფა პვპ-ზე მუშაობდნენ. ეს არის ამფეტამინური ჯგუფის სინთეზური ნარკოტიკი, რომელიც იმდენად ტოქსიკურია, რომ მასზე დამოკიდებულება ერთი მოხმარებითაც კი ყალიბდება. ამასთან მცირედი ზედოზირების შემთხვევაში სიკვდილის მაღალი რისკი ჩნდება. დღეს დაკავებული ნარკომოვაჭრეები დრონით არჩევდნენ და იღებდნენ ალფა პვპ-ის სამალავებს. ნარკომომხმარებელი კი წამალს უპილოტო საფრენი აპარატით გადაღებული ფოტოებით და მითითებული ლოკაციებით იღებდა. ნარკოტიკების რეალიზაციის ახალი მეთოდი და საფრენი აპარატით შერჩეული სამალავები, დრონი ნარკოდანაშაულის საქმის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ირკვევა, რომ დრონს 26 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი იყენებდნენ. საფრენი აპარატით ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ-ს დასადებად ადგილებს არჩევდნენ. შემდეგ სამალავებს ფოტოებს უღებდნენ და კლიენტს უგზავნიდნენ. ჯგუფის ორი წევრი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალ დამცველებმა ხვედელიძის ქუჩაზე მოძრავი ავტომობილი გააჩერეს. ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც დაფასოებული ალფა პვპ-ია ამოღებული. პატრონებიც აქ იდგნენ ყველგან. ხალხი რომ იყო, ეგ ხალხი დაუდგეს. კურიერის ინფორმაციით საპოლიციო ღონისძიება მაშინ ჩატარდა, როდესაც 26 წლის ქალი და 25 წლის მამაკაცი გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკის სამალავში დატოვებას აპირებდნენ. გამოძიების ინფორმაციით ავტომობილის გარდა გაიჩხრიკა დაკავებულების სახლებიც. საგამოძიებო მოქმედებები მცხეთაში ჩატარდა. 90 შეკვრად დაფასოებული ალფა პვპ-ს გარდა ამოღებულია წებოვანი ლენტები და სასწორები. ის მასალა, რომელიც ნარკოტიკის სარეალიზაციოდ გამზადებისთვის არის საჭირო. ორივე დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინეთ და ახლა ისინი წინასწარ ორთვიან პატიმრობაში არიან. თანამშრომლობს გამოძიებასთან, თვითონ მის ინტერესში შედის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. ყველა მხრივ ცდილობს, რომ გამოძიებას შეუწყოს ხელი და რეალურად რა ფაქტთანაც ჰქონდა საქმე, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს, რომ ჭეშმარიტების დადგენაში კონკრეტულად იგულისხმება ამ ნარკოტიკული საშუალებების, რომლის ამოღებაც მისგან მოხდა, ნამდვილი ბუნების და წარმომავლობის ადგილის დადგენა. მისი მხრიდან ანუ არ ყოფილა არც ერთი ფაქტი დადგენილი, ვერ დადგინდებოდა, იმიტომ რომ ბუნებაში არ ქონია მსგავს ადგილი, რომ მისი მხრიდან მოხდარიყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრაზილიაში კი ნარკოკარტელთან შეჯახების ყველაზე სისხლიანი დღეა 17 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში 10-ობით ცხედარი ეყარა. სუმცერე 132 ადამიანია დაღუპული, მათგან 4 პოლიციელია. რიოს აეროპორტთან მდებარე წითელი აგურების ფაველების ტერიტორიაზე, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შტაბ-ბინად ითვლება, დილის 4 საათზე 2500 სამხედრო და პოლიციის სპეცრაზმი ვერტფრენებითა და ჯავშან მანქანებით შევიდა. ნარკოკარტელმა კომანდო ვერმელიომ სამართალდამცველებს შეერაღებული წინააღმდეგობა გაუწია და სპეცდანიშნულების რაზმებს პირველად ისტორიაში ცეცხლი დრონებიდან გაუხსნა. კომანდო ვერმელიო რიო-დე-ჟანეიროს ნარკოტრაფიკის 70%-ს აკონტროლებს. ქალაქი ახლაც ომის მდგომარეობაში იქ, სადაც ჯარის და წითელი სარდლობის შეტაკება მოხდა და ახლობით 300,000 ადამიანი ცხოვრობს. აგებდნენ ბარიკადებს, წვავდნენ მანქანებს, საავადმყოფოები დაჭრილებით არის სავსე სოციალურ მედიაში. ათობით საშინელი ფოტო ვრცელდება. ამოღებულია დიდძალი იარაღი და დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი. ეს 2010 წლის შემდეგ რიოში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია იყო, რომელსაც უკვე უწოდეს რიო-დე-ჟანეიროს ისტორიაში პოლიციის ყველაზე ძალადობრივი ოპერაცია. რიო-დე-ჟანეირო, დილის 4 საათი, პოლიციის და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ოპერაცია კონტენსონი დაიწყეს. 2500 ძალოვანი ასობით ჩხრეკის და დაკავების ორდერის საფუძველზე ორ ფაველაში, კომპლექსო დუალემაოში და კომპლექსო დეპენიაში შევიდა. ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შეიარაღებული ქვედანაყოფების, ჯავშან მანქანების, ვერტმფრენების და საბრძოლო დრონების მობილიზების მიზეზი გავლენიანი დანაშაულებრივი სინდიკატის კომანდო ვერმელიოს წინააღმდეგ სპეცოპერაცია გახდა. სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელობამ ქუჩებში საკუთარი წევრები გამოიყვანა. ბარიკადებით გადაკეტა გამზირები, ქუჩები და სატრანსპორტო კვანძები. სინდიკატის წევრებმა ავტომობილები დაწვეს და ძალოვანებს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების დაწყებიდან მალევე შენობებიდან ქალაქის ქუჩებში ათობით ადამიანის ცხედარი გამოიტანეს. ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი რეიდი 17 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ოპერაციის შედეგად დაიღუპა 122 ადამიანი. ძირითადად სინდიკატის კომანდო ვერმელიოს წევრები, მშვიდობიანი მოქალაქეები და 4 პოლიციელი. არიან დაჭრილებიც. ქუჩაში სროლის პარალელურად მიმდინარეობდა დაკავების ოპერაციაც. ძალოვანებმა აიყვანეს დაჯგუფების ის ლიდერები, რომლებიც ადგილობრივი მედიის ინფორმაციით რიო-დე-ჟანეიროში ნარკოტრაფიკის 70%-ს აკონტროლებენ. სულ დაკავებულია დაჯგუფების 100-მდე წევრი. მათ ვინაობას პოლიცია ამ დრომდე არას აჯაროვებს. ნახევარ ტონაზე მეტი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები, მათ შორის კოკაინი და ჰეროინი, ასევე საბრძოლო მასალა, ხელყუმბარები, 90-ზე მეტი შაშხანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ვაზნები. ეს ყველაფერი პოლიციამ 180 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღო. დღეს ამ ბრძოლაში მარტონი ვართ. ვახორციელებთ ისტორიაში ყველაზე დიდ ოპერაციას. პოლიციელები და სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. დაჭრილებს საავადმყოფოებში მკურნალობენ. ეს არის ომი, რომელიც გასცდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ყველა ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. ქალაქმა თავი უნდა დაიცვას. რეიდის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ძალიან მეშინია, არ ვიცი რა გავაკეთო, ტრანსპორტი არ მოძრაობს, აქ ქუჩაში საფრთხეს ვერსად გავექცევი. შიშის გარდა პრობლემა ისაა, რომ თითქოს შევეჩვიეთ ასეთ სიტუაციას. აქ რიოში დავიბადე და გავიზარდე, აქ ცხოვრება ნამდვილად რთულია. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, რეიდის ჩატარების მიზეზი ბრაზილიის ყველაზე ძველი და ავტორიტეტული ნარკოკარტელის კომანდო ვერმელიოს გავლენების ზრდა გახდა. რიო-დე-ჟანეიროში არსებული ვითარების გამო ბრაზილიაში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დიპლომატიური მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზიც. 88 დეპუტატის ხელმოწერა ყველა ავთენტურია სამი პოლიტიკური პარტია, სამი პოლიტიკური სუბიექტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე შევიდა. ქართული ოცნება, ევროპელი სოციალისტები და ხალხის ძალა ნაციონალური მოძრაობის ახლების და ლელოს კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვენ. სარჩელს საფუძვლად უდევს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის 450 გვერდიანი დასკვნა და ის ბოლო მოვლენები, რომლებიც თბილისში პრეზიდენტის სასახლის შტურმის დროს განხორციელდა.
მართველი პარტია ამბობს, რომ მის უკანის ქართველი ამომრჩეველია, რომელმაც ბოლო ორ არჩევნებში ხმაკლავ ქართულ ოცნებას მისცა, მათ შორის იმ დაპირების გამო, რომელიც ყოფილი მართველი პარტიის აკრძალვას ითვალისწინებდა. დაუსვავს თუ არა წერტილს და დაასრულებს თუ არა ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო სასამართლო ეს 9 თვეში გამოჩნდება. სწორედ 9 თვე აქვს 9 კაციან შემადგენლობას სარჩელის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად. შემოწმების შედეგად დადგინდა საქართველოს პარლამენტის 88 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა. საკონსტიტუციო სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა დადასტურებულია. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა ბიურომ ცნობად მიიღო. ამით საპარლამენტო პროცედურები დასრულდა და პარლამენტის 88 წევრს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიენიჭა. დოკუმენტი ელექტრონულად უკვე გადაიგზავნა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობის ახალის და ლელოს არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს. თავდაცვის უნარიანი დემოკრატიის განსახორციელებლად არის აუცილებელი შესაბამისი პოლიტიკურად დაბინძურებული ველი დაიწმინდოს ამ გვარი ძალებისგან და ქვეყანაში გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ მონოპოლიზირებული კრიმინალებისგან მონოპოლიზირებული პოლიტიკური ველში მათი ადგილი ჩანაცვლეს ჯანსაღი ოპოზიციით. ადრესატი პარტიები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ სპექტრს თავად აჯანსაღებენ, თუმცა სარჩელი არაერთ კონტრარგუმენტს შეიცავს. კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები, ადამიანის უფლებების ხელყოფა, არჩევნების არაღიარება, საბოტაჟი და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალის ხელშეწყობა. სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ ქმედებებს ეფუძნება. ნაციონალური მოძრაობაც, ახალიც და ლელოც პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. მათ ვერ მოკლეს ნაციონალური მოძრაობის იდეა. თავად ეს პროცესი აუცილებლად გასაჩივრდება ევროსასამართლოში. ევროსასამართლოს პრაქტიკა და არგუმენტები ცალსახად არის ჩვენ სასარგებლოდ. ეს არის დაშინების მცდელობა, რომელიც ჩვენთვის არანაირ ფაქტორს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დადგინდეს, რამდენად არადემოკრატიული და ანტიეროვნულია ქართული ოცნების პოლიტიკა. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, ჯერ არ წაგვიკითხავს მათი ასე ვთქვათ სარჩელი და აქედან გამომდინარე ძნელი იქნება რაიმე სახის სამართლებრივი შეფასება. მართულ გუნდში განმარტავენ, რომ ასაკრძალი პარტიები წლების განმავლობაში ეწეოდნენ კონსტიტუციის 23 მუხლით დაუშვებელ საქმიანობას. ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ანტიკონსტიტუციური მიზნები აერთიანებთ. სახელმწიფო კი ვალდებულია აღკვეთოს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რისკი. ნაცები არიან ის ფსევდო პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც კონსტიტუციის 23 მუხლის თითოეული მწკარედი აქვთ დარღვეული და ჩადენილი და თითოეული ეს ქმედება იყო თავისი შინაარსით ქართული სახელმწიფოს ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ. ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ოპოზიციაში ყოფნის დროსაც აზიანებს ქვეყანას და ამისი მტკიცებულებები არსებობს უამრავი, მათ შორის უკვე საჯაროდ 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიაზე. რატომ არ შეეხო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას? ქართულ ოცნებაში განმარტეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ექს-პრემიერის გუნდის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მათ არჩევნების საბოტაჟი შეწყვიტეს, მანდატები შეინარჩუნეს და პარლამენტში საქმიანობა დაიწყეს. თუმცა თავად პარტიაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლას სარჩელთან ვერ აკავშირებენ. წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ არ მოვხვდით, ან თუ მოვხვდებოდით, რატომ მოვხვდებოდით. ლოგიკა უნდა ვკითხოთ მათ, რა კრიტერიუმებით გადაწყვეტეს ამა თუ იმ პარტიის შეყვანა ამ სარჩელში, მაგალითად გაურკვეველია კოალიცია ძლიერი საქართველოს შეყვანა ამ ყველაფერში. ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე მართველი პარტია წინა საარჩევნო დალაპარაკდა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ დაპირების შესრულება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი იყო და ეს სწორედ არჩევნების შედეგებით გამოჩნდა. 1.200.000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს და მხარი დაუჭირა იმ დაპირებებს, რომელიც ჟღერდებოდა წინა საარჩევნოდ. როდესაც შენ იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, ახალისებ პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება. ვინ იქნება წარმდგენი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ სარჩელი არ გავრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებზე, რადგან აკრძალული პარტიების პერსონალური შემადგენლობის არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთას კანონმდებლობაში მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს. სასამართლოს დამატებით მოუწევს მსჯელობა ისეთ
შემთხვევებზე თუ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირი ეცდება ახალი პარტიის შექმნას ან არსებულ პარტიასთან გაერთიანებას. სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნის პარალელურად ქართულ პოლიტიკურ ველს ახალი სუბიექტი ემატება. საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიად ყალიბდება. ნეიტრალური საქართველოს ახალი ამბიცია. საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე მოძრაობა პარტიად გადაკეთების შემდეგ სადეპუტატო მანდატებისთვისაც აპირებს ბრძოლას. ვატო შაქარაშვილი, ნანა კაკაბაძე და ლევან ნიკოლაიშვილი თვლიან, რომ სწორედ ნეიტრალიტეტით უზრუნველყოფენ როგორც ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ყრილობა მალე ჩატარდება, თუმცა მოიპოვებს თუ არა საჭირო მხარდაჭერას ნეიტრალური საქართველოს მხოლოდ არჩევნებზე გამოჩნდება. საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადება იქნება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეკონომიკური შესაძლებლობების აღიარება. საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების მიზნით საზოგადოებრივმა მოძრაობამ პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა. გეგმებზე ერთიანი ნეიტრალური საქართველოს დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა. ვატო შაქარიშვილის განცხადებით პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უახლოეს მომავალში ჩატარდება, რის შემდეგაც უკვე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ. მივიღეთ გადაწყვეტილება განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო აგენტურული ოპოზიციის იმედად. წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების საკითხში ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის ეფექტიანად და გონივრულად გამოყენება საშუალებას მოგცემს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხითაც დავაინტერესოთ არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნები და რუსეთი, არამედ თავად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები. როგორ უნდა მოიპოვოს საქართველოს ნეიტრალური სტატუსი? ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, რომ სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვთ. ის რომ ქვეყანა იყოს ნეიტრალიტეტი, სავალდებულოა, რომ ის აღიარონ ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც არიან მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი მოთამაშეები. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იქნება სწორედ ამ ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების დალაგება, ისე რომ ჩვენი ფასეულობები და ღირებულებები იქნეს შენარჩუნებული და არ იყოს ხელყოფილი. ეს იქნება ჩვენი მთავარი მიმართულება. როგორ ოპონირებას გაუწევს ახალი პოლიტიკური პარტია მმართველ გუნდს? სახელისუფლებო ძალაში ფიქრობენ, რომ ამას დრო აჩვენებს. ოპოზიციის ნაწილი კი ახალი პარტიის გამოჩენას სკეპტიკურად უყურებს. მათი მხარდაჭერა იქნება 1%, ალბათ არც კი. მათი მთავარი ფუნქცია იქნება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგან ნაბიჯები. ზოგადად მრავალპარტიულობა ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი. ამიტომ რაღაც განსაკუთრებულ სიახლეს არ წარმოადგენს ახალი პოლიტიკური პარტიის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბება. თვითონ ეს რომ მას აქვს განსაკავებული ხედვა, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში არის ასთა სხვადასხვაობები გარკვეულ საკითხებზე. რამდენად მოიპოვებენ ისინი ელექტორალურ წარმატებას, ამას დრო გაჩვენებს. საკუთარ ძალებში დარწმუნებული არიან ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები. მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას ახალ პოლიტიკურ ხედვებს შესთავაზებენ. ამბობენ, რომ პარტიის დაფუძნების გადაწყვეტილება გარე ზეწოლის, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის და ოპოზიციის საქმიანობის ფონზე მიიღეს. მოგხსნარდებთან გვაქვს საქმე. დავიწყოთ თუნდაც იქიდან, რომ როგორ მოხდა ახალი სტრატეგიის შემუშავება LGBT თემასთან დაკავშირებით და რა არის გააზრებული რეალურად, რომ წევრი სახელმწიფოებისთვის ეს არის ერთგვარი ვალდებულება და ასევე ვალდებულებად იქცევა კანდიდატი ქვეყნებისათვის, რაც ყოველად მიუღებელი არის ჩვენთვის. Deep State-ი თავისი კარნახით რეალურად მართავს სარგებლო სახელმწიფოებს იმ ინტერესების მიხედვით, რაც მათ გააჩნიათ და რაც მათ მიაჩნიათ, რომ არის სასურსათო მნიშვნელოვანი მათი ცხოვრების სტილის გასაგრძელებად. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფო ინტერესები არის მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი მოძრაობა ერთიანი ნეიტრალური საქართველო 1 წლის წინ დაფუძნდა. უახლოეს მომავალში კი საზოგადოება მათ უკვე პოლიტიკურ ველზე იხილავს. იუნესკოს 194 წევრი სახელმწიფოსა და 12 ასოცირებული ქვეყნის 3000-მდე დელეგატი პირველად ისტორიაში გენერალურ კონფერენციას არა პარიზში, არამედ უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში მართავს. ისტორიულ ქალაქში, რომელსაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში თავადაც საპატიო ადგილი უჭირავს, ჩასულია ქართული დელეგაციაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. იუნესკოს დელეგატები 31 ოქტომბერს მოусმენენ. ამავე დღეს სამარყანდის საგამოფენო ცენტრში მაგა ბოჭორიშვილი ოფიციალურად გახსნის ქართულ კუთხეს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია
წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია საქართველოს ღვინის სამშობლო, რომელიც სტუმრებს ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას და კულტურას გააცნობს. ამავე პავილიონში მოეწყობა ქვევრის ინსტალაცია, რომელზეც მითითებულია, რომ ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია. უფრო მეც თუ რა გეგმები აქვს ქართულ დელეგაციას მომდევნო 3 დღის განმავლობაში სამარყანდიდან ლევან ფანცხავა მოგვიყვება. დიახ, ისტორიაში პირველად იუნესკოს 53-მე სესია სამარყანდში გაიმართება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის საზღვრებს გარეთ იმართება შეხვედრები. სამარყანდში უკვე ჩამოსულია იუნესკოს 194 წევრი ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატი და მათ შორის არის ბუნებრივია ჩვენი ქვეყანაც. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე დელეგაციაში შედიან განათლებისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით ის სესიაზე გამოვა 31 ოქტომბერს და გახსნის პანელურ დისკუსიას, სადაც აქცენტები გაკეთდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე, მიღწევებსა და მიზნებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან, სადაც საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებას, შუა დერეფნის როლის განვითარებას და ასევე აბრეშუმის გზის პერსპექტივას. მაკა ბოჭორიშვილი ასევე ვიზიტის ფარგლებში შეხვდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენთვის ეს კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ასევე უზბეკური საზოგადოებისთვის და სწორედ ამ ფარგლებში გაიმართება ქართული კულტურის დღეები ერთგვარად, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული სიმღერა, ქართული ღვინო და ზოგადად ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტები. კონფერენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მექნება შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, უკვე მქონდა შეხვედრა უზბეკ კოლეგასთან, რომელიც მასპინძლობს ამ ღონისძიებას. უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით კარგი დინამიკით ვითარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ შუა დერეფნის განვითარების კონტექსტშიც. ჩვენ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსიები სხვადასხვა საკითხებზე, ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის კუთხით, დაკავშირებადობის კუთხით, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთის საელჩოს გახსნა საქართველოში, რაც ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. სამარყანდი უკვე მზად არის იყოს იუნესკოს გენერალური სესიის მასპინძელი და როგორც გითხარით, ამ ქალაქში უკვე ჩამოვიდა 194 ქვეყნის 3000-ზე მეტი დელეგატი. ხვალ 10 საათზე გაიხსნება სესია და მას უზბეკეთის პრეზიდენტი და იუნესკოს თავმჯდომარე გახსნიან. მადლობა, ლევან ფანცხავა საუბრობდა სამარყანდიდან, სადაც 13 დღის განმავლობაში იუნესკოს კონფერენცია გაიმართება. ირაკლი კობახიძე დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში რონალდ პრაის და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით ლუის ბენვენისტეს შეხვდა. პრემიერმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი პორტფელი საქართველოში 8 აქტიურ ინვესტიციას მოიცავს, რომელთა საერთო ღირებულება 975 მილიონი დოლარია. პირველი ინტერპელაცია მე-11 მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში ინფრასტრუქტურის მინისტრს მოусმინეს. პარლამენტმა მინისტრს 70-მდე შეკითხვა გაუგზავნა. დღეს რევას სოხაძემ დაგეგმილ პროექტებზე დეპუტატებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია და ასევე ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც მას სამინისტროში დახვდა. მინისტრის თქმით, ვადების დაცვის პრობლემაა სამინისტროს დაქვემდებარებულ სამივე უწყებაში, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში, ასევე გზების დეპარტამენტსა და წყალმომარაგების კომპანიაშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდში შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული პროექტის მიზეზად იქცა. სოხაძემ ჩამოთვალა კონკრეტული რაოდენობაც 214 მიმდინარე პროექტიდან 171 პრობლემური აღმოჩნდა, მათი ჯამური ღირებულება კი $1 მილიარდ აღემატება. მუნიციპალური განვითარების ფონდში სამწუხაროდ შესწავლის შედეგად გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები.
პროექტების დაგეგმვისა და ზედამხედველობის სუსტი სისტემა, რაც მრავალი დაგვიანებული ან სრულად შეჩერებული ობიექტის მიზეზად იქცა, კერძოდ მაგალითად 214 მიმდინარე პროექტიდან 161 იყო პრობლემური და პრობლემური პროექტების ჯამური ღირებულება 1 მილიარდ ლარს აღემატება. პრობლემებში გულისხმობ როგორც დაბალ ტემპს, ზოგ შემთხვევაში შეჩერებულ პროექტებს, ვადაგადაცილებას, არაერთგზის ხარისხის პრობლემას და ასე შემდეგ. დიდი მოცულობით ხდებოდა ავანსების გაცემა, ხშირ შემთხვევაში შესრულების მკაფიო გარანტიების გარეშე. მაგალითად, ქალაქებისა და კურორტების განვითარების 330 მილიონიან პროგრამაში გაცემული იყო 174 მილიონი ლარის ავანსი. ასევე კომპანიას, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კომპანიის მთლიანი პორტფელი შეადგენდა 452 მილიონს შეადგენს და აქედან ავანსის სახით გაცემული იყო 155 მილიონი, მეორე შემთხვევაში 400 მილიონიანი პორტფელის მქონე კომპანიაზე 154 მილიონიანი ლარის ავანსი. ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის მიმართ სრულ ბრალდებისთვის სასამართლომ ლევან ღამბაშიძეს 10,000 ლარი დააკისრა. საუბარია თებერვალში ღამბაშიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ის წერდა, რომ წილოსანის ოჯახმა რაღაც ვაგონ მშენებლისგან 65 მილიონი მოიპარა. სარჩელის ავტორი კმაყოფილია და ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტულია, რადგან თვლის, რომ ამის შემდეგ სრულ ბრალდება უპასუხოდ აღარ დარჩება. თავად ღამბაშიძე კი, რომელსაც წილოსანისთვის ახლა 10,000 აქვს გადასახდელი, სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. Დაამკვიდრეს პრაქტიკა, რომ ცილის წამება, დეზინფორმაცია თავის ყოველდღიურობად აქციონ. 10,000 ლარი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლომ ლევან ღამბაშიძეს ნინო წილოსანის სასარგებლოდ დააკისრა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სასამართლოს ღამბაშიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ მიმართა, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ წილოსანის ოჯახმა 65 მილიონი ბიუჯეტიდან უკანონოდ მიიღო. პოლიტიკოსი მოგებული სამართლებრივი დავით პრეცედენტის შექმნაზე საუბრობს. ღამბაშიძის დაკისრებული თანხის განკარგვას კი საქველმოქმედო მიზნით გეგმავს. მათ შეუძლიათ, რომ ადამიანებს დააბრალონ ყველაზე დიდი საზღვრობა და ამის უკან არ იდგეს არანაირი არგუმენტი ან ფაქტი. მათ შორის ლევან ღამბაშიძის მხრიდან ძალიან თავხედურად და უტიფრად ნათქვამმა ტყუილმა ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემი ოჯახის შესახებ, რა თქმა უნდა, განაპირობა ჩემი მყარი გადაწყვეტილება, რომ მეჩილა სასამართლოში და რაღაც კუთხით პრეცედენტიც ყოფილიყო, რომ მეორედ ასეთი ტყუილის თქმის წინ დაფიქრებულიყო, ქონდა თუ არა ამის თქმის კონკრეტული წინაპირობა. ლევან ღამბაშიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე არ საუბრობს, თუმცა მის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება. ღამბაშიძემ დღეს კამერებთან გამოჩენა არ ისურვა, სოციალურ ქსელში კი დაწერა, რომ სასამართლო ხელისუფლება მიკერძოებულია. ტყუილია, რომ სასამართლომ დაადასტურა, რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ცილის წამებას დღეს გაემიჯნენ საპარლამენტო ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მათი მხრიდან კრიტიკას ყოველთვის დასაბუთებული არგუმენტი მოჰყვება. თუ გვექნება პრეტენზია და გვექნება არაერთი პრეტენზია ოცნების მიმართ კორუფციასთან დაკავშირებით, თითოეული ეს პრეტენზია ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ძალის შემთხვევაში იქნება გამყარებული ფაქტებით. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით ზოგადად დეზინფორმაციას, ზოგადად ცილის წამებას. ცილის წამებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიღებული ახალი კანონმდებლობის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების თქმით, მას შემდეგ, რაც მტკიცების ტვირთი ბრალდების ავტორს ეკისრება, კანონს პრევენციული ძალა აქვს. შემდეგ ბრალს მე კეთილი ინებე და მოიტანე საბუთები და დაასაბუთე რაშიც ბრალს ვდებ. თუ არა და შენ ამაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაგეკისრება. და მე მიხარია, რომ ეს ამოქმედა ეს კანონმდებლობა და ყველა უნდა გაუფრთხილდეთ ჩვენ ყველა სიტყვას, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს ბრალს დებ, უსაფუძვლოდ უნდა იცოდე, რომ ამას პასუხისმგებლობა მოყავს. საქმე ეხებოდა ხალბატონ ნინო წილოსანს და ის პირად ღირსებას იცავდა, მაგრამ სინამდვილეში ეს გვეხება თითოეულ ჩვენთაგანს, ვინც კეთილსინდისი არად მევსახურებით ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ეს ოპონენტები, ექსტრემისტები ცდილობენ, რომ ადამიანები ცილის წამებითა და დეზინფორმაციით გააშავონ. არასწორი ინფორმაციის გავრცელებისა და ცილის წამების ფაქტზე ლევან ღამბაშიძის წინააღმდეგ ნინო წილოსანის სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მისი და ოჯახის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
ნინო დათაშვილი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა. სასამართლოს პროკურატურამ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთის შეცვლა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა. ნინო დათაშვილი 20 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. Ჩვენ მქონდა შუამდგომლობა სასამართლოსთვის მომზადებული, სადაც ვითხოვდით ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. ამის შესახებ ჩვენ სასამართლოს გუშინ საღამოს შევატყობინეთ, ასევე საჯაროდ გახდა ცნობილი ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დღეს პროკურატურამ თავად დააყენა შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთის შეცვლასთან დაკავშირებით. მას შეეცვალა გირაო 5000 ლარის ოდენობით. 102 წელი თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან თარიღთან დაკავშირებით ოფიციალურ მიღებას თურქეთის ელჩმა უმასპინძლა. ღონისძიებას დიპლომატიურ კორპუსთან ერთად უმრავლესობის წევრები და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შალვა პაპოშმა თურქეთს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. თავისუფლ თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ეს მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს აღმავლობა, განვითარება, მშვიდობა და სტაბილურობა თურქეთისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში, არამედ რეგიონალური კუთხითაც. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოში მშვიდობასა და განვითარებას. თურქეთს გულითადად სჯერა, რომ საქართველოს ექნება ბრწყინვალე მომავალი და ჩვენ გულითადად ვუჭერთ მხარს თქვენს ქვეყანას და ვუსურვებთ წინსვლასა და განვითარებას. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 102 წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ მუსტაფა ქემალ ათათურქისა და ყველა იმ ადამიანის ხედვას, რომლებმაც თქვენს დიდებულ სახელმწიფოს საფუძველი ჩაუყარა. თურქეთი საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სანდო მეზობელია. საქართველო და თურქეთი რესპუბლიკებია და თავად ტერმინი რესპუბლიკა ასახავს მის მთავარ პრინციპს, ხალხის საერთო საქმეს, საერთო ამოცანას და არავის აქვს უფლება გარედან ჩაერიოს რესპუბლიკის გადაწყვეტილებებში. სახალხო სუვერენიტეტის დამხობის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება დემოკრატიის სულისკვეთებას. საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ ვილოცავ თურქ ხალხს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავს. 20 დღიანი მყიფე მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში გვიან ღამით ისრაელის ავიადარტყმებმა დაარღვევა. ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანების შემდეგ ცახალის ავიაციამ ღაზაში ჰამასის დაჯგუფებაზე არაერთი იერიში მიიტანა. ებრაული რაკეტების სამიზნეში აღმოჩნდა ქალაქი რაზა, ჰან-იუნისი, ნესრაიათი და ალ-ბურეიჯი. დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისრაელის ომის კაბინეტმა პალესტინურ ანკლავზე საჰაერო იერიში მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰამასმა შეთანხმება დაარღვია და თელ-ავივს უკვე ერთხელ გადაცემული მძევლის ცხედრის ნარჩენები მეორე გაუგზავნა. ამას გარდა ისრაელის დაზვერვამ დააფიქსირა, თუ როგორ აკეთებდნენ ტერორისტები დაღუპული მძევლის ექსჰუმაციის ინსცენირებას. ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დონალდ ტრამპმა უკვე დაუჭირა და განაცხადა, რომ თუ ჰამასი მიღწეულ შეთანხმებას არ შეასრულებს, ისრაელი არ გაჩერდება. თუმცა ისრაელი ჯერჯერობით გაჩერდა. ცოტა ხნის წინ ცახალმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ჰამასის 30 სამხედრო ლიდერი გაანადგურა, მან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და ცხედრების დაბრუნებას ელოდება. 20 დღიანი მშვიდობა დასრულდა. ღაზის სექტორი კვლავ საბრძოლო პოლიგონად აქცეული. მთელი ღამის განმავლობაში ისრაელის სამხედრო დარტყმების სამიზნე ქალაქი ღაზა იყო, სადაც დაკარგულებს ნანგრევებში უშედეგოდ ამ დრომდე ეძებენ. სად არის ის, რასაც ხელი მოაწერეთ? ჰუმანიტარულ ზავს არ მოაწერეთ ხელი. ისეც, რომელიც დაგვიცავდა და დაიცავდა უდანაშაულო ქალებს და ბავშვებს. სად არის ეს ლაპარაკი? ეს цаრიელი ლაპარაკია. არ არსებობს არც ჰუმანიტარული ზავი და არც მშვიდობა.
ღაზის სექტორში აფეთქებასთან გრევას სულ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ნაწილი ქალაქ ხან-იუნისში ცხოვრობდა, სადაც ვითარება ახლაც რთულია. საცხოვრებელი სახლების ნანგრევებში მშვიდობიანი მოქალაქეების სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ვისი გადარჩენაც მოხერხდა, მთელი ღამის განმავლობაში სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოებში გადაჰყავდათ. ადგილიდან გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. კითხულობდით ნეთანიახუს მუქარებსა და ღაზაზე თავდასხმის შესახებ ამბებს. შემდეგ კი თავდასხმა მოხდა. ზუსტად ჩვენს სახლზე ჭერი ჩამოიქცა. ჩვენი მეზობლები მოვიდნენ და ნანგრევებიდან ამოგვიყვანეს. დარღვეულ სამშვიდობო შეთანხმებაზე და ღამით განხორციელებულ თავდასხმაზე კომენტარი უკვე გაკეთდა ისრაელში. ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის პრეს-სპიკერი მომხდარში ჰამას ადანაშაულებს. ამბობს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯერ ისრაელელი სამხედრო მოკლა, ხოლო შემდეგ ტყვეების ცხედრები არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ დააბრუნა, რის გამოც ცაჰალს საპასუხო ღონისძიების გატარება, ანუ ღაზის მიმართულებით კვლავ ცეცხლის გახსნა მოუწია. ჰამასმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ავალდებულებდა მათ გადმოეცათ ჩვენი 48 მძევალი. ჩვენ სრულად ვაცნობიერებ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰამას შეუძლია იპოვოს და გადმოგვცეს ჩვენი 13 გარდაცვლილი მძევლის ნეშტი, რომლებიც ამჟამად ისევ ღაზაში არიან. ისრაელს არ ამართლებს, თუმცა არც ამტყუნებს მთავარი მომლაპარაკებელი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთის კრიზისზე დღეს აზიიდან ილაპარაკა. რაც მე მესმის, მათ მოკლეს ისრაელელი ჯარისკაცი. ცოტა ხნის წინ გავიგე ამის შესახებ, ამიტომაც ისრაელელებმა საპასუხო დარტყმა მიაყენეს. ასეც უნდა მოქცეულიყვნენ. არაფერი შეუქმნის საფრთხეს ცეცხლის შეწყვეტას. ჰამასი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ძალიან მცირე ნაწილია და მათი ვალდებულებაა წესიერად მოიქცნენ. ომი ახლო აღმოსავლეთში 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ისრაელელი მძევლების აყვანისა და ტერორისტული აქტის ორგანიზების შემდეგ დაიწყო. წელს კი რამდენიმე დღის წინ მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს. ისრაელმა ღაზის სექტორიდან სამხედრო ტექნიკაც გაიყვანა, თუმცა გუშინ ვითარება კვლავ დაიძაბა. ცაჰალმა ჰამას შეუტია. ღაზის სექტორში კი ხანმოკლე მშვიდობა კვლავ ომმა ჩაანაცვლა. ასეთი იყო დღევანდელი დღე 29 ოქტომბერი და კურიერი 9 საათი. დარჩით რუსთავი ორზე რამდენიმე წუთში დღის და კვირის მთავარ პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინო შუბლაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამით ვასრულებთ მუშაობას, ხვამდე გემშვიდობით ნახვამდის. ნახვამდის.